Пошли, Карина. Вот это там для виски. Вот это там платит для пива. Ну, где для виски. А? Смотри, какая-то лелька. Вот это лелька? Не знаю, что это. Надо под кружку. А что это под кружку? Пошли. ასეთი ქვედაბოლო არის. შემომეპოვება. ძალიან მოწონს. მაგრამ როდესაც ესე დავჭდები, ან მოძრაობას გავაკეთებ, ეგრევე კაბა იწევა ზევით. მე მგონი. ესე გამოიყურება. თქვენ რა სიტყვით? მოგწონთ? სულ ჭკვიანებს. ესეთი არის კიდე შავ ქვედაბოლო. მე მოგწონთ. მგონია ხო? და ესეთი არის ჩავანაკრებო. ესეთი ზურგი ცოტათი. თქვენი აზრით რომ ასავიღებ?
მოგესალმებით ყველა ჩემო თბილო მეგობრებო, როგორ ხართ? დღეს არის რაღაცნაირი განსხვავებული ვლოგი. დღეს არის 26 ნოემბერი და ჩვენს ქორწინებას ჩემს მეუღლესთან ერთად 5 წელი შეუსრულდა. ყოველთვის ტრადიციულად აღნიშნავთ ხოლმე ოჯახში, მე და ჩემი მეუღლე ბავშვებთან რესტორანში აღნიშნავთ ხოლმე, მაგრამ ჩემი თანამშრომელი გათხოვა და თავის დროებში აქვს ქორწილი. ძალიან ბევრს ვფიქრობდი წასულიყავი თუ არა და ბოლო დროს ძალიან ბევრი უარი მქონდა ნათქვი, რო დადიან ხოლმე საქეიფოდ, რაც გადმოვედით ამ სახლშიც როცა არ მქონდა და ბევრი რაღაც მიზეზების გამო ვერ მივდიოდი. და მეთქი სირცხვილი ახლა თან ისეთი კარგი თანამშრომელია, წლებია ვიცნობ და მეთქი მოდი წავიდეთ და ოჯახით მივდივართ დღეს. ჩავეწერე სალონში მაკიაჟი, თმები უნდა გავიკეთო და წარბები. არ ვიცი ნახოთ როგორ გამომივა ყველაფერი და აი ფრჩხილებზე არ ჩაწერილ ვარ და რაღაცნაირად გულში მეჭკჭკება, რომ ფრჩხილები არ მაქვს მზად და არ ვიცი იქ რომ მივალ თუ გოგოს ეცვლება და გამიკეთებ, ძალიან კარგი იქნება, ნახოთ. ხო, ეხლა ამდენი ადრია ძალიან. ყავას ვიდუღებ. ბავშვები მახსოვდა წავიყვანოთ და ამ პერიოდში მინდა სახლი დავალაგო, რასაც მოვახერხებ, შუბულებაში ვარ თან პლუს და გუშინ ყავის საყიდლებზე ვიყიდე შორტ კაბა. ჩამოსამ ფეხსაცმელები ვიყიდე და კალკოტკა. ვიდეოები არის, ნახავთ, ან ეხლა ამას ჩავურთავ ვიდეოებს და ნახავთ, იქ იყო 3 კაბა. ერთი ყავისფერი იყო და მომეწონასავით, თქვენც რო ნახავთ, მე მითხარით რომელი მოგეწონათ. უბრალოდ, როდესაც ვჯდებოდი, როდესაც ჩავიკუნცხებოდი, ძალიან ცუდად ჩანდა უკანე ეს ნაწილი. რაც მე ეხა კომფორტულად ვერ ვიგრძნობდი ამაში. მე იმიტომ რომ ბავშვებთან ერთად რომ მივიდე, უნდა ჩავიკინცხო, უნდა რაღაცა გავაკეთო, თუნდაც ვიცეკვად რაღაცა, კომფორტულად ვერ ვიგრძნობდი, ამიტომ შორტი ავარჩიე. წინა მხრიდან არის კაბა, ნახავთ თქვენ და შემდეგ არის ისა უკანა მხარე არის შორტი. და შორტი არის ძალიან მომწონს. ჩემს მეუღლეს რა თქმა უნდა ყველაფერი გავუგზავნე და ნახა და სულ ესე არის ხოლმე ჩემი მეუღლე. ზამთარში რატო გინდა რომ შორტი ჩაიცა, შეგწირდება, არასეზონურია, ესე სულ მეუბნება ხოლმე, მაგრამ მე მომწონს. ლამაზი ჩაცმა ძალიან მომწონს და მომწონს ზოგადად, როდესაც გოგებსაც ვიათ ხოლმე შორტები და კალკოტკა. რაღაცნაირად ეს მომწონს, მაგრამ ჩემი მეუღლე უფრო იმაზეა, რომ არ შემცირდეს, ის რა ქვია, ჩემ თავს გავუფრთხილდე უნდა და ესეთნაირად. მაგრამ საბოლოო ჯამში გავუგზავნე 3 კაბა, როგორც ახლა თქვენც ნახავთ. მოეწონა ყავისფერი. ესეთი არის. ყავისფერი მოეწონა, მაგრამ რო ვუთხარი რომ მეთქი ესე არა კომფორტული, მაშინო მოიფიქრე სხვა რამე არ არისო და მეთქი მე ეს მომწონს შორტით, რომელიც არისო. დააკვირდა, კი, კაი, ლამაზი არისო. ხო და კაი, მეთქი ამას ვიყიდე. ნიუ-იორკერში ვიყიდე ეს კაბა. სულ ყველაფერს ყიდულობ ნიუ-იორკერში, იმიტომ რომ საჩემო კაბებია ხოლმე და გამოსასვლელი რაღაცეები. ხო და ზარაში ფეხსაცმელები მომეწონა და ზარაში იყო რაღაცეები ჩავიზო, მაგრამ არაფერი არ მომეწონა და არ მომიხდა. ერთადერთი რაღაც ისეთ რაღაცები გავისინჯე, რაც ეხლა არ უნდა მეყიდა და მომავლისთვის ძალიან მომეწონა იქ ბაკურიანში, ზედა ქვედა და ფეხსაცმელები ულამაზესი იყო. და ეხლა წელს არ ვაპირებთ ბაკურიანში წასვლას და იქეთ წელს ნახოთ თუ მოახერხეთ, რა თქმა უნდა, ძალიან მომეწონა. ხო და ესენი ყველაფერს გაჩვენებთ. შემდეგ ანუ როგორ არის ისიც გრანდმულში ვიყავი ჯერ ზარა მანგოში 50%-იანი ფასაკება იყო, იქ კაბა ჩავიზო, მე ნახავთ იმასაც გაჩვენეთ, ცოტა მწვანეფერია, მაგრამ არ მომეწონა რაღაცნაირად ჩაკეტილია. მე მიყვარს ხოლმე ესე რაღაცნაირად საქორწილო ციმციმა რაღაცეები, ესე ვთქვათ, ლამაზი რაღაცეები მიყვარს და
თამბის ხარვეზი ქონდა იმ ქვედა ბოლოს, მაგრამ კარგი აქციები იყო, სხვათა შორის ფეხბურთელები 119 ლარიღით და ის რა ქვია, პალტოები იყო, რა ვიცი, 200 ლარამდე, ძალიან კარგი ფასები იყო. მანგოშიც არაფერი მომეწონა, ჩანთებს გადავხედე, 1-2 მომეწონა, ღირდა 120 ლარამდე და 90-95 ლარიც, ნუ ესე, მაგრამ ჩანთა მქონდა, ეხა ხვალ რაც უნდა ავიღო, მქონდა და არ მიყიდია, მე რაც არ მჭირდება, ეხა იმისთვის არ ვიყარ წეს რაც მჭირდებოდა, ის უნდა მეყიდა. ხო და მე სტადივარიუსში შევედი, იყო კარგი რაღაცეები, მაგრამ ისა წავედი მაინც ეიფორიაში, ანუ გრანდ მოლში ნიუ-იორკერი არ არის ჩვენთან ბათუმში, არის ეიფორიაში. ეიფორია ცოტა ზემოთაა, დაახლოებით 15 წუთი არის გრანდ მოლიდან. ხო და გრანდ მოლიდან მე ავტობუსით ავედი, ავტობუსი ნახევარს სათხარ თურმე იქამდე არადიოდა და ნახევარზე ავიდა. ეს კიდე სასაცილოა, მგონია რომ ეიფორიამდე ავა და იქ ჩამოვედი მე, ნუ არა, უშავს ფეხით გავისეირნე. უბრალოდ იმდენი ვიარე, ყველაფერს ვათვალიერებდი აბსოლუტურად და იმდენი ვიარე, რომ დავიღალე მეთქი ავტობუსი დავალთქო და კარგი მეთქი რა, ნუ სადაც გაჩერდა, ავყავი მე ფეხით იქეთი გოგონა შემხვდა. ცოტა ვისაუბრეთ, ისე მალე გავიდა დრო, რომ ეიფორიასთან ვიყავით უკვე. ავედი ახლა, შემდეგ შევედი პენტიში. მაგათაც იქნებათ ახლა 28-ში ფასდაკლებები, მაგრამ მე მინდოდა ისე გოგოებისთვის რაღაცები გადავხედე, ფასებსაც გადავხედე. ნუ ძალიან მაღალი ფასებია, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალი. ხო და არაფერი არ მიყიდია მაშინ გრანდ მოლში. შემდეგ ავედი მაშინ ეიფორიაში არ მიყიდია ჯერ არაფერი. ავედი მე მეორე სართულზე დე ფაქტოში შევედი, ძალიან კარგი რაღაცები ქონდა, ძალიან კარგ ფასში. ჩანთა უნდა ვიყიდო, ტერანოვაშიც ვიყავ შესული და ძალიან კარგი ჩანთა უნდა ხა 50 ლარი. ეხლა ჩემი მეუღლე ხოლო რო წავა, უნდა ვაყიდინო. და მე გაჩვენებ თქვენ, ძალიან მომეწონა, მე მიყვარს დიდი ჩანთები, მე რაღაც რომ მეტევა. ეს ჩემი ჩანთა დედიკომ გამიგზავნა იტალიიდან უკვე დაახლოებით 2 წელიწად ნახევარი და დაზიანდა, გაფუჭდა და ეგ უკვე სამტრედიაში უნდა გავატანო. იქ იყოს მე რა ვიცი დედიკო თუ უნდა ვინმე საჩუქებს და ასე დაირად. ხო და ჩანთა მინდოდა მეყიდა, მაგრამ დამავიწყდა. ძალიან კარგი ფასი 50 ლარი ყიდა. მე დე ფაქტოში შევედი, იქაც იყო ფასდაკლებები. 19 ლარად ნახე ჩანთა. გავვიდი, გავშოკი, მეთქი ალბათ ეს მალე გაიხება თქო. რაღაცნაირად ესე წარმოდგენა მეკონა, დე ფაქტოს ხარისხები კარგი არის ზოგადად, იმიტომ რომ აქ რაღაცები დაყიდი და მომწონს. ფერი არ გასდის და ნორმალური ხარისხია. დე ფაქტოში შევედი, კარგი ფასდაკლებები ქონდა იქაც და მე წავედი ნიუ-იორკერში. ნიუ-იორკერში ვათვალიერე, აუჩარვალი მომეწონა ძალიან. ის შარვალი უნდა ვიყიდო 59 ლარიღით და ძალიან დაბალი ფასია შემოკარგება ისე ხით 150 ლარი და 200 ლარები ყველგან. 59 ლარი არაფერი არ არის ნამდვილად და მინდა რომ ვიყიდო. მაგრამ ეხლა რადგანაც მე რაც უნდა მეყიდა, იმისთვის იყო წასული, არაფერზე აღარ მავსქენი, უბრალოდ გადავათვალიერე და კორსო იტალიაში შევედი, იქ მომეწონა ბუგები და ისინი მინდა კიდე ვიყიდო. ძალიან ლამაზები იყო და რა ვიცი, ძალიან ისეთი ხარისხი არა კორსო იტალიაში, ისა მაღალი ფასებიც არ აქვს. ნორმალური ფასები. ხო და მანდაც მინდა ეგ ვიყიდო, ოღონდ რა ვიცი, შეიძლება ვიყიდო ამ დღეებში, შეიძლება იქ თვეში ვიყიდო, ნახოთ, ჯერ ვერ ვიყიდო. მაგრამ ეხლა ეს მე შევედი ნიუ-იორკერში, ვათვალიერე. კაბები და ყველაფერი გადავათვალიერე, ვერაფერი ვერ ვნახე და მე კარგი ჩანდებს გავალე ეხლა. ნაყინის ჭამა მინდოდა, მაგრამ მე თოლია იყო იქ, ნაყინები სადაც იყიდება და მე მოდი შეიქს დავლევ თქო და ვიყიდე 5 ლარს რაღაც თუ 6 ლარამდე ხით, ძალიან გემრიელი იყო მარწყვის. მოგემრიელეს იყო. ხო და ნუ სანამ ვიყიდი, შემოსასვლელს ნიუ-იორკერის ვიყიდე კაბები და გადავხედე. ეს კაბები იყო მე რომ ვნახე სანამ გავიდოდი უცა და ეგ კაბები ვნახე. ფეხსაცმელები არაფერი არ მომეწონა ნიუ-იორკერში და წავედი გავისინჯე, ვფიქრობდი ძალიან ბევრს, ამეღო, არა მეღო. ნუ არ ვიცი ჯერაც კიდე როგორ ვიქნები, როგორ გამოვიყურები, მაგრამ მომეწონება არ მომეწონება არ ვიცი, ნახოთ და შავიზომე რაღაცნაირად ლამაზად მქონდა, ძალიან გამომწვევიც არ არის, ლამაზად არის. ხო და ვიყიდე ეს კაბა, უთხარი რომ რაღაცა მეთქი სახში არ მომეწონა, მეთქი დაგიბრუნებთ, სხვა რაღაც გავთვლი, კი არ არის პრობლემა, 2 კვირა გაგვადაო. კარგი მეთქი. წავედი.
შეიკიდავლიე, ცოტა განვიტვირთე, გამოვხიზულდი, დავისვენე, იქ ზამბევრი ადგილია, დაჭდები, არ იყო ბევრი ხალხი. და რომ კარგად გავხდი, ჩავედი პენტიში, იგი კალგოტკა, ის კალგოტკა ნახავთ, კოპლებიანი საღამომაზია. ვიყიდე 14 ლარი, 15 ლარი გადავიხადე. წავედი მერე ზარაში, ავტობუსით ჩავყევი, 3 ნომერი მიდიოდა. ხო, ჩავყევი სამ ავტობუსს, მერე ისეთ ადგილას გაჩერდა, რომ სალონიც ახლოს იყო, წავედი, ჩავეწერე, ნომერი გავიგე, ჩავეწერე და ვერ წავედი გრანდმოლში. ფეხსაცმელებზეც ვეჭვობდი, ნახავთ ვიდეოში, ერთი ბანტიანი ფეხსაცმელი იყო, ერთი მაღალყელიანი. მაღალყელიანი ძალიან დიდი ხანი მინდოდა, მაგრამ ეხლა ამ შუტკაბას ვიფიქრე, რომ დაბალი ტუფლე მოხდება თქო და რომ ჩავიცვი და რაღაც ყოველდღე ჩემს მეუღლეს უგზავნი თან და მეუბნება რომ ის პირველად რო ჩაიცვი, მე სანამ გადავიდოდი ეიფორიაში, მანამდე მქონდა ეგ ფეხსაცმელი გასინჯული, ოღონდ ფეხსა ისა შარვალი მეცვა. ჩემ მეუღლეს გავუგზავნე, კიო ძალიან ლამაზი არისო, მითხრა. და მერე რომ ჩავიცვი ის ფეხსაცმელი, მითხრა რომ ჯობესიაო, ის ფეხსაცმელი პირველად რო გავუმიგზავნე, ის ჩაიცვაო. წავედი მერე ის ფეხსაცმელი ავიღე 160 ლარი ღირდა. ავიღე ეს ფეხსაცმელი და რო წავიღე, რაღაცა რა მომეწონა. კალგოტკა ჩავიცვი, ყველაფერი ჩავიცვი და ვუყურებ ახლა როგორ მაქვს მეთქი ლამაზად მაქვს თუ არა და საერთოდ ჯამში ლამაზად გამოდის რა ყველაფერი, ლამაზია, ნახავთ თქვენც და მე მითხარით კომენტარებში დამიწერეთ რა. ხო და ეხლა რა ვიცი, ისე გამოდის, რომ ქორწილში აღნიშნავთ ცავით ჩვენს 5 წლიან იუბილეს. რავი, ფოტოები მედია გადავიხებთ ფოტოებს და შემოგთავაზებთ თქვენს. ხო, ესეთნაირი ვიდეო და ვლოგი გამოვა, თქვენც წაგიყვანთ ცოტა კადრებს გადაგიღებთ. ყველაზე სასიხარულო ისა, რომ ჩემი დაქალი ბლოგერი, რომელიც ისიც არის დაპატიჟებული, კი სამსახურიდან წავიდა, მაგრამ ისიც არის დაპატიჟებული და უკვე 5 წელი გავიდა, რაც ერთად არ ყოფილა მსგავს ადგილას, ხან კორპორაციულზე დავდიოდით ერთად რაღაც და ეხლაც იქ იქნება, წარმოიდგინეთ როგორ მიხარია. ხო და ესეთნაირად შემოთფილებო, ესე გამიყურება ჩემი თმები. ჯერ შამპუნზე ვერ გეტყვით ვერანაირ შედეგს, ამიტომ ხმას არ ვიღებ, სანამ მე კმაყოფილი არ ვიქნები, მანამდე გრინვეი შამპუნს ვერ შემოგთავაზებთ შემოთფილებო, ამიტომ იცოდეთ, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გამომწერი იყო, რომელსაც უნდა ყიდვა, ამიტომ უეჭველი უყურებს ამ ვიდეოს და აქედან რო გეცოდინოს, ნინჩემ ლამაზო. ხო და ისა რა ქვია, რა ვიცი, გუშინაც რო დავიბანე, თმები ჩამომიცვიდა და კარგი ნიღაბია, კარგი ის არის და რატო არ მოქმედებს, არ ვიცი, ჯერ რობი. ვფიქრობ ალბათ, რომ სალონის რო ვიხებავთ მას, იმის ბრალია თქო, უფრო მეტად. ხო. ეხლა მოვიდუღე, არ ვიცი, გითხარით თუ არა, უკვე იმდენი ვისაუბრე, რომ დამავიწყდა. ეხლა ბავშვებს გავაღვიძეთ, ჩავაცმეთ. წავიყვას ჩემი მეუღლე ბაღში, დავალაგებ სახლს და მერე წავალ სალონში. ნახოთ ფრჩხილებზე რა ბედი ეწევა თქვენთან ერთად ნახავთ, რა თქმა უნდა. ხო, ბავშვებსაც წავიყვანთ, ნახოთ როგორი იქიდან პირველად მივიდეთ ქორწილში ყველა ერთად და ისედაც ზოგადად პირველად მივიდეთ ქორწილში ზაფხულში რო გადმოვედით აქ, მაშინ ახალი გადამასვლელები ვიყავ, ჩემი კიდე ერთი თანამშრომელი გათხოვდა და სამტრედიელია მისი მეუღლე და იქ დამბად დაგპატიჟა, რა თქმა უნდა, ყველა თანამშრომელი და ისე მინდოდა წავსვლა, ნათქვამიც ჰქონდა რომ წამოვალთ მეთქი და რაღაცა ბავშვებთან ერთად, ბავშვებს სამტრედიაში დავტოვებდი და წავიდოდი ჩვენს ქორწილში, მაგრამ იმდენად დიდი ხარჯები ჰქონდა გადმოსვლისას, რემონტისას, პლუს იმდენი საქმე ჰქონდა, რომ პლუს სეზონი იყო, ვერაფრით ვერ აუდექით თავი, იმდენად მაგარი ქორწილი იყო, სამწუხაროდ ვერ წავედით და კი, რა თქმა უნდა, გული მწყლება, მაინც ახლა თანამშრომელი ეგ რაღაც და კი მწყლება გული, მაგრამ რა უჭირს. ეხლა აქაც უარს ვამბობდი, მაგრამ რა ვქნათ, ეხლა არაუშავს საქმეები თანაში მოიცდის და ერთხელ მაინც ესეთ როდ გავატაროთ. კი გეგმავდი 26 სხვანაირად რესტორანში წასვლას, მაგრამ ნახოთ, იქნებ უკეთესიც იყოს ესე. აბა შემოთფილებო, თქვენთან ერთად იქნება დღევანდელი ვლოგი. გაკოცეთ ყველას და წამოყევით. ჩემ მეგობრებო, აქ ესე დავალაგე, ჩვეულებრივად, ესე ცოტა
და ეხლა ბავშვების წასასმელებს გავამზადებ. და თქვენც განახებთ თუ რა ეს იქნება ჩემი პალტო მოსაცმელად. ჩავიცმე და კაბას გაჩვენებთ ახლა რა რომელი შევიძინე კი განახავდით ვიდეოებში, მაგრამ ეხაც გაჩვენებთ. აი ნახეთ ჩემო კარგებო, აი ესეთი შორტ კაბა არის. აი ნახეთ, ესე გამოიყურება. იმედია მოუხდება. ეს არის ის კალგოტკა, რო გითხარით, პენტეში ვიყიდე. იქაც ნახავთ ვიდეოში, ესე კოპლებიანია. ეს შარფი რო არ შემცივდეს შემოვიხვევ და ესენი რო ვიყიდე კიდე ზარაში. ძალიან მომწონს. რა ვიცი, რო ჩავიცი ნორმალურად დავდივარ და ნახოთ როგორ ვივლი სამსახურშიც შემიძლია ჩავიცვა და კარგია. ნუ ესე იქნება ჩემი დღევანდელი ლუკი. ახლა ბავშვების ლუკს გავამზადებ და იმასაც გაჩვენებთ. ნახეთ ჩემო მეგობრებო, აი ამას ჩავაცმევ ალისას, ძალიან მოხდა. ესე ჟილეტი არ შეცივდება მგონია, ზევიდან კურტკას მოვაცმევ და დარბაზში ვფიქრობ რომ სითბო იქნება და საფიას ან ამას ჩავაცმევთ, ან ამას. არ ვიცი, ახლა კიდევ ვფიქრობ. ალისას რო ვაცმევ შარვალს, იქნებ საფიასაც ჩავაცვათ რა. ზოგადად ალისა ხოლმე რო დაინახავს საფიასაც ვია კაბა, მასაც უნდა ან საფია სროაცვია, ან ალისას როაცვია შარვალი, გულზე მეჭეჭება რომ მინდა რომ ორივეს ერთნაირად დაახლოებით ჩავაცვა. ნუ მოკლედ ესე რა. აი ეს არის ჩვენი ლუკი, ჩემი მეუღლის ჯერ არ არის მზად. ჩემ მეგობრებო, აი ეს მომზადე. ის საროჭკა ჩავიცი, იმიტომ რომ მაკიაჟს რო გამიკეთებს, ანუ შემდეგ დამკვიდრებლად ჩავიცმევ, ცუდად არ მქონდეს და ლაკი ესე წავისვი ჩემებურად, იმიტომ რომ ვერ მოვასწრებ ლაკის გაკეთებას, რა ვიცი, ცუდად არ არის რა. ესე უბრალოდ იქნება. შემოდის ვიღაც. და ახლა მივდივარ. ახლა ჩავა. უკან ნახევარი და 3-ზე ვარ ჩაწერილი. 26 ნოემბერია, ძალიან კარგი ამბავია, მზეა, თქვენც ხედავთ, თბილა ძალიან, საროჭკა მოცივდი, საერთოდ არ მცივა. სხვა სალონში მივდივარ და მეგია მომეწყონება ეს გოგო კარგად აკეთებს მაკიაჟს, მაგრამ დიდი ხანი არ ყოფილა, ეხლა ხოსი არ ვიკეთებ მაკიაჟს. ხოდი ნახოთ ეს როგორ დამკეთებ. მე გაჩვენებთ როგორი მინდოდა და როგორი დამიკეთე. ჩემ მეგობრებო, გავიკეთე მაკიაჟი და ნახეთ. ესე გამოიყურა მიცანით. უცხო ამალია. მაგრამ ძალიან ლამაზი იქნება, ეხლა რო ქვეტაბოვას ჩავიდე. Не, на видео не так смотрится. Надо рассмотреть себя. ბავშვების მოსაყვანად წავიდა ჩემი მეუღლე ეხლა, ალისასი და ეხლა დავჯერს მანქანაში, მეუბნება რომ ჩემი ცოლი სად არისო, ჩემი მეუღლე. ვერ ვცნობ ჩემ ცოლსო. და ესე შევიცვალე ჩემ მეგობრებო, სად არის მე ესეთი ადამიანი არ გამიცნია. ხო და ეხლა მოვაჩვენე ალისა და ვნახოთ რა სიტყვის ჩემს მაკიაჟზე. რა ვიცი რა არის, ეხლა ცუდია, აი გოგო ამბობს არაბებს რო აქვს ტელევიზორში, არაბებს გავარ მეთქი და ის თავსაფარს გავიკეთებ მაშინ თქვა და თლად არაბი ვიქნები მეთქი. მოკლედ ასე სასაცილოა ეხლა, ხო? რა ვიცი, ნახოთ ეხლა რა ჩავიცმევ კაბას როგორ იქნება. Доченька. Знаешь эту тетю? Нравится дочь? Красивая? Да. А ты тетя? Не тетя я, мама твоя. А мам, папа сказал? Тетя? Шут. Чем მეგობრებო, აი ესე გამოვიყურებ. როგორ მოგწონთ?
ასაკი მომეთ მატა? Не, Софию пристегну, ну, чтобы мне не это, ну. София, София. Ჩვენ მეგობრებო წლის მომემზადეთ და გავდივართ ეხლა. ქორწილში თქმა უნდა დავაგვიანეთ დაახლოებით 40 წუთი. ალბათ პატარდა რა თქმა უნდა პატარდა ესეზე შემოვიდა, ნახე მომენტი, მაგრამ არ უშავს. არ ჩანვარ, მაგრამ არ უშავს ესეც. და ეხლა რომ მივალ ცოტა კადრებს რა თქმა უნდა თქვენს გაიხსნიერებთ. Vai,
მეგობრებო, როგორი გახარებული ვარ, ვერ წარმოიდგენთ, ნახეთ. ჩემ მეუღლე მოვიდა სახლში და აი ეს ბუკეტი მომიტანა. გუშინ იყო ჩვენი ქორწინების ничего страшного. ქორწინების 5 წლის იუბილე და აი დღეს მაინც მომიტანა ყვავილები. გუშინ რადგან ჩვენ ქორწილში ვიყავით, აღარ მოჩუქებია, მაგრამ აი დღეს მომიტანა ვაფშე საერთოდ არ ველოდებოდი. ნახეთ რა ლამაზი ყვავილებია. ძალიან მიხარია ჩემო ლამაზებო. ძალიან მიხარია. Яблоко, да, есть какое-то? Или